პროცესი არის მიმდინარეობს და არავინ არ აპირებს და მით უმეტეს ხელისუფლება და უმრავლესობა რომ ჩვენ რაღაცა ხელოვნურად წარმოაჩინოთ რომ პროცესი არის იდეალური. რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა, მაგრამ არის პრობლემა რომელიც არის დაძლებითი, აბსოლუტური ყველა ბერკეტი გააჩნია ეროვნულ ბანკს სამაგისოდ რომ პროცესში ჩაერიოს, პროცესი აკონტროლოს და ინფლაცია არ მიუშვას რაღაც ზედმეტ ზომამდე. ხოლო რაც შეეხება თვითონ პროცესის წარმოჩინებას ხელოვნურად პანიკის შექმნის საფუძველს ეს უკვე სხვა თემაა, რომელზედაც თავშეკავებას პირველ რიგში მოსახლეობას მოუწოდებ, ვინაიდან ეს პროცესი არის ეს კურსი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის ძირითადად სპეკულაციური კურსი, რითაც მხოლოდ ადამიანთა რაღაც გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს, ხოლო მთლიანობაში ლარის კურსი მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, უკვე მაქსიმუმს მიღწეულზე უფრო მეტიც არის გადასული და მეტად აღარ ელოდებით. დაკლებას ველოდები ახალი მომავალი დღეები.